ჩვენ თუ დავაკვირდებით, როგორ ვითარდება მოვლენები და რა კომენტარები კეთდება ქართული ოცნებიდან, აქ არ არის საუბრის მხრიდან, აქ არ არის საუბარი რეალურ დებატებზე, ხო? საუბარია იმიტაციებზე. ნუ როგორც ჩანს, ვიღაცა ჭკვიანმა უთხრა, რომ თუ გინდათ დასავლეთთან დაალაგება დაიწყოთ, პოლიტიკური რაღაცებს უნდა გახსნა და რაღაცა უთხრეს და ამათმა როგორც მათთვის დამახასიათებელია, ცნობილი ვირეშმაკობის მეთოდი გამოიყენეს და რაღაც იმიტაციას ახდენენ ვითომ დებატების, ხო? რეალურად ბუნებრივია ეხა იმდენი კომენტარი გაკეთდა, რომ იგულისხმება დებატებში ქართულ ოცნებასა და მისივე წიაღიდან გამოსულ ესე რომ ვთქვათ, ხალხის ძალას შორის დებატები, კონსტრუქციული დებატები ბჭყალებში, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ისინი ნებისმიერ ოპონენტს, ხო, ვინც კრიტიკულად არის ხელისუფლების მიმართ განწყობილი, ხო, აი ამ ესე რეჟიმის ფორმირების ფაზაში, ვინც ამბობს, რომ არჩევნები ყალბდებოდა და ამ შემდეგ, ყველას თulis კანონ დარღვევად, ანუ კონსტიტუციის ფარგლებიდან გასულად და შესაბამისად მათთან დებატებს არაპირებენ. ეს არის დამახასიათებელი აი რუსული ტიპის ეგრეთ წოდებული სუვერენული დემოკრატიული პროცესისთვის, ხო? სადაც არსებობს დომინანტური ძალა, არსებობს მისი სატელიტური ვითომ ოპოზიცია, რომელთანაც რაღაც ვითომ იმას დისკუსიებს მართავენ. საერთოდ აი ვითომ სახელმწიფოში ვცხოვრობ და ყველაფერი ვითომ არის. რეალური არაფერი არ არის. ისინი ცდილობენ რაღაც ვირტუალური ესე რომ ვთქვათ, პროცესი წაიყვანონ ვირტუალური კეთილდღეობით, ვირტუალური დემოკრატიით, ვირტუალური ადამიანის უფლებების დაცვით და ეს შემდეგ. სინამდვილეში ჩვენ ვხედავთ, რომ ჩამოყალიბდა უკვე რუსული ტიპის ესე რომ ვთქვათ, ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც ინტეგრირებულია უკვე რუსეთის იმპერიაში, ხო? ეხლა ეს დამაული აღარც არის, უკვე ღიად საუბრობენ დასავლელი ლიდერები და ყველა კარგად ხედავს, რომ ეს ხელისუფლება იმპერიაში ინტეგრირებულია, ну, ყოველ შემთხვევაში ისინი მიათრევენ იმპერიისკენ ქვეყანას, ხო? აი ესეთი მოცემულობა. ბატონო, დღეს პაპუაშვილი ასევე ამბობდა, რომ არ ჭირდება ქართულ ოცნებას ლობისტები. ეს სიმართლეა, როგორ ფიქრობთ? არა, ну, ეს ტყუილია, ხო, ეხა დიდი ბოდიში, მაგრამ ძალიან ბევრი ინფორმაცია არსებობს საკმაოდ დამაჯერებელი, ობიექტური, თუ რა ისხმება ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომ როგორმე ტრამპს თუ არა კუშნერს მაინც ხელი ჩამოართვან და ეს ისტორია დღეს არ დაწყებულა, ხო? ეს ჯერ კიდევ შარშად დაიწყო, კობახიძე ცდილობდა რაღაცნაირად ჯერ ეცადა, ну, ტრამპთან გასაგებია. ეს ჯერ კიდევ არჩევნებამდე ვამბობ, შეერთებულ შტატებში არჩევნებამდე გასაგები იყო, რომ დემოკრატიულ პარტიასთან, მოქმედ პრეზიდენტთან მათ მისასვლელი არ ჰქონდათ. ამიტომ ცდილობდნენ, რომ რაღაცნაირად პრეზიდენტობის კანდიდატთან მაინც გამოჩენილიყვნენ. და ჩართული ყავდა ძალიან სერიოზული ძალები ამ ყველაფერში და იმის შემდეგ პერმანენტულად ეს ცდელობა მიმდინარეობს და სერიოზული თანხები მოძრაობს, რამდენადაც მე მეუბნებიან, ძალიან სერიოზული, ბევრი მილიონი იდება ამ კუთხით, მაგრამ ნუ ჯერჯერობით ხედავთ, რომ ეს ყველაფერი წარუმატებელია. ერთადერთი, რასაც აღწევს ხელისუფალი, ეს არის ვიღაც ერთ ადამიანთან დაკავშირება, რომელსაც შეუძლია პროცესის ოდნავ დამუხრუჭება, ხო, აი იგივე მეგობარი აქტთან დაკავშირებით ვიღაცას ერთთან გააბავე და ნუ ის ცდილობს მე რომ ბლოკირება მოახდინოს გარკვეული პერიოდით, ანუ დეგრადაციის პროცესს ოდნავ ამუხრუჭებენ. ამაზე მეტის თავი ალბათ არ არის. თქვენ ახსენეთ პრორუსული მმართველობის ჩამოყალიბება, ვთქვათ, ამ ტიპის მმართველობის ავტორს აღწერს, ვთქვათ, ივანიშვილს, აი როგორ აღწერს, ის ვთქვათ, აფუძნებს პრორუსულ მმართველობას და ამავდროულად იბრძვის ამერიკელების კარზე კონტაქტისთვის. აი ეს საკითხი რატომ შეიძლება იყოს თავსებადი და როგორ აღწერს ის ივანიშვილს? აბსოლუტურად თავსებადია. მე მეცაც გეტყვით, ხო? მე ეჭვი მაქვს, რომ თვითონ რუსები ეუბნებიან, რომ რაღაცნაირად დაალაგდი ტრამპთან, იმიტომ რომ თვითონაც რაღაც ურთიერთცდილობენ ყოველ შემთხვევაში რაღაცა დაალაგენ და დაალაგონ, რეკომენდაციას აძლევენ ამასაც, რომ რაღაც დაალაგე. ხა ჩვენ რომ ერთადერთი კუპიურა ერთადერთი შენიშვნა მექნება, არ არის ამის ავტორი ივანიშვილი, ხო? ივანიშვილი დღეს აღარ არის უკვე
ადამიანი, რომელიც იღებს რაღაც გადაწყვეტილებებს. რას ნიშნავს იმპერიაში რეინტეგრაცია? ეს ნიშნავს, რომ იქიდან მოდის ინსტრუქციები, ხო? ბიძინა კი გუშინ იყო მფლობელი 100%-ის აქციების ამ ქვეყნის, ეს აქციები ახლა რუსეთმა გადაიფორმა, მაგრამ მენეჯმენტში დროებით დატოვა ივანიშვილი და იქიდან მიღებული ინსტრუქციებით მოქმედებს უკვე ახლა მას აღარა აქვს პოლიტიკური ნება, რომ თვითონ მიიღოს რაიმე ტიპის გადაწყვეტილებები. ასე რომ აი ესეთი ვითარებაა და რუსები არ არიან წინააღმდეგები, რომ რაღაც ტიპის ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან, დღევანდელ ადმინისტრაციასთან ყოველ შემთხვევაში დაალაგდეს რაღაც ტიპის, მაგრამ არ გამოდის ხედავთ ხო ეგერ ვიცე-პრეზიდენტი ჩამოდის რეგიონში და სამი ქვეყნიდან ორში ჩადის და საქართველოში არ ჩამოდის ხო ეს თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე რა ხდება ჩვენი ქვეყნის ირგვლივ. ჩვენ საერთოდ საერთაშორისო ურთიერთობებში ესე რომ ვთქვათ, სუბიექტი აღარა ვართ საერთაშორისო ურთიერთობის, დაკარგული გვაქვს რა ეს სუბიექტობა საერთაშორისო ურთიერთობების. აღარა ვართ თუ ობიექტი ვართ, დახლზე დადებული ობიექტი და თან ისეთი ობიექტი, რომელშიც ფასის გადახდაც არავის არ უნდა, რუსეთს არაფერს არ იხდის, მუქთად უნდა მიღება, ხო? აი, თუ შეამჩნევთ ჩვენ ხელისუფლებას მოკრძალებული ისაა, რაღაცა მაინც გადაიხადეს, სიტყვიერად მაინც თქვი, რომ ხელს შემიწყობ ქვეყნის გამთლიანებაში და რუსეთი ეუბნება, გაჩერდი რა. კეთილი ინევე ხელი მოაწერე იმათან კაცო და რაღაცებს ნუ მეთამაშები აქვს, რა ჩემი ხარ და დამთავრდა რა. ბატონია და ბოლოს აი დარჩენილ დროში მინდა მოვასწრო კონკრეტულად ფასების საკითხს ერთ-ერთ ინტერვიუს ვკითხულობდით თქვენსას, თქვენ იქ ამბობდით, რომ თვითონ კანონმდებლობის მიხედვით არის მონოპოლიები, მონოპოლიური მდგომარეობა შექმნილი ამა თუ იმ სფეროს კომპანიებისთვის, ხო? არა, კანონმდებლობის მიხედვით მე ეს არ მithქვავს, მაგრამ კანონმდებლობის მიხედვით ხელშეწყობილია. ხელშეწყობილია როგორ შეიძლება ამის მოშლა ინტერვენციის გარეშე? ეს თუ შეუძლია სახელმწიფოს და რა სჭირდება ამას? არა, დიდი ბოდიში სუსი რო შეუშვა ეხა კომპანიებში და ფასების მონიტორინგს რო აწარმოებს, აბსოლუტურად უკანონოდ, ხო? რა უფლება აქვს სუს ფასწარმოქმნაში პროდუქტის ფასწარმოქმნაზე ზეწოლა მოახდინოს, ხო ეს აბსოლუტური უკანონოა ნებისმიერ კერძო სუბიექტს, ნებისმიერი ესე რომ ვთქვათ, ფასის დადება შეუძლია ნებისმიერი ფასნამატის. სხვა საკითხია, რომ ჩვენთან არ არსებობს რეალური ჯანსაღი კონკურენცია, რომელიც არის ერთადერთი ცივილიზებული მეთოდი ფასების დარეგულირების. ფასებს მხოლოდ კონკურენცია არეგულირებს ცივილიზებულ სამყაროში. სხვა მექანიზმი, სხვა ინსტრუმენტი არ არსებობს. მე არ ვლაპარაკობ ბუნებრივ მონოპოლიებზე, ხო, გაზი, ელექტროენერგია, ამაზე არ ვსაუბრობ. მე ვსაუბრობ ხელოვნურ მონოპოლიებზე, კარტელურ გარიგებებზე და ამ შემდეგ, სადაც კომპანიები ერთ-იგივე სფეროში მოღვაწე თან ხვდებიან ესე რომ ვთქვათ, რაღაც გარკვეულ ფასებზე და ერთმანეთს კონკურენციას არ უწევენ, ბაზრის წილებს იყოფენ. ამის დანგრევა არის აი სუსი ამაზე უნდა მუშაობდეს, იმაზე კი არა რა ეს ახლა მუშაობენ, ხო? ეს არის ერთი. მეორე კიდე დიდი ბოდიში ავიღოთ აი ფარმაცევტულ კომპანიებს შეხვდნენ დღეს, ხო და რას ხლაფორთობენ და რას ლაპარაკობენ, იქ არ ვიცი. პრობლემა რაშია, იცით ფარმაცევტული კომპანიების? ფარმაცევტულ კომპანიებს აქვთ თავისი საავადმყოფოები, თავისი სადაზღვევო კომპანიები. ეს არის პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტი. იმიტომ რომ ფარმაცევტულ კომპანიას რო თავის საავადმყოფო აქვს, ბუნებრივია თავის საავადმყოფოში ის დაინტერესებულია მისი წამლის გაყიდვით, შესაბამისად ნებისმიერ ფასს დაადებს და ესე რომ ვთქვათ, ასე რომ აი ამას მიხედონ რა, ცივილიზებულ ქვეყნებში ფარმაცევტს არა აქვს უფლება საავადმყოფოც ჰქონდეს. დიდი მადლობა ბატონ გია, დაგემშვიდობები.